ზესტაფონის საკრებულოს წევრები რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბნენ. განსახილველად საკითხთა ნუსხაში მთავარი მუნიციპალური ქონების პრივატიზების ნუსხისა და გეგმის დამტკიცება იყო. საკითხი დეპუტატთა კორპუს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ კამლაძემ გააცნო. პროექტს კოლეგებმა მხარი დაუჭირეს. საკრებულოს წევრებმა სოფელ ძირულაში მცხოვრები ოჯახისთვის სოციალური დახმარების გაწევის თაობაზეც იმსჯელეს. ამავე სხდომაზე ასევე დამტკიცდა ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის მომავლის იდეა ქალაქის მერს დებულება. აღნიშნული კონკურსი, როგორც საკრებულოს სხდომაზე ითქვა, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას და მათი ინოვაციური იდეების რეალიზების ხელშეწყობას. მე ვარ მარიამი, ზესტაფონიდან, აქ დავიბადე და გავიზარდე. გარკვეული პერიოდი არ ვცხოვრობდი აქ, დაახლოებით 7 წელი. თავის დროზე დავტოვე აქაურობა. რამაც ვფიქრობ, რომ მაინც დიდი წვლილი შეიტანა ჩემი პიროვნების განვითარებაში, გავიზარდე სულიერად პიროვნულად და მგონია, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე თავის დროზე. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ დავბრუნდი ზესტაფონში, იმიტომ რომ ჩემი ოჯახი კონკრეტულად მამა დაბრუნდა საქართველოში და ამიტომაც გადაწყვეტა, რომ მასთან ერთად დავიწყო ცხოვრება ზესტაფონში ჩემი სიახლით. მოკლედ მე მქონდა თბილისში სტუდია, რომელიც არც თუ ისე ცუდად მუშაობდა, თუმცა იქ იყო მეტი კონკურენცია, მეტი შესაძლებლობა ჰქონდა სხვასაც და ამიტომაც გადავწყვიტა, რომ ჩემს ქალაქში, სადაც ნაკლები კონკურენცია არის ამ სფეროში, ჩემი სტუდია წავმოყვა ჩემს ქალაქში. და ჩემი მარიკოს ფოტოსტუდია გავხსენე ზესტაფონში. ჩემი სტუდია სთავაზობს ადამიანებს სხვადასხვა შეთავაზებებს. კონკრეტულად მაქვს რამდენიმე პაკეტი, რომელთაც შეუძლიათ რომ ისარგებლონ ადამიანებს. პირველი არის ის, რომ შეუძლიათ აქ მოსულ ადამიანს შეუძლია რომ იქირავოს სივრცე საათობრივად და ეს სივრცე გამოიყენოს თავის სურვილისამებრ, როგორც უნდა, რანაირადაც უნდა, რა დეკორიც უნდა, რა აქსესუარიც უნდა და ამ სივრცეში გადაიხდის მხოლოდ კონკრეტულ თანხას. ეს არის ჩემი პირველი შეთავაზება. რაც შეეხება მეორე შეთავაზების პაკეტს, არის ის, რომ შეუძლია რომ თავისი ტელეფონით, ან თუ სურვილი ექნება, რომ მე გადავიღო ჩემი ტელეფონით კონკრეტული ფოტოები და ვიდეოები, ეს იქნება დაბადების დღის, საორსულე ფოტოსესია, საოჯახო. მე გადავიღო ამ ჩემი ან თავისი ტელეფონით, ესეც სურვილისამებრ რა თქმა უნდა და ამ კონკრეტულ შეთავაზებაზე იხდის კონკრეტულ თანხას. რაც შეეხება მესამე შეთავაზებას, ეს არის სრული პაკეტი. მე ვთავაზობ ფოტოგრაფის მომსახურებას ჩემს მომხმარებლებს საათობრივად. რა თქმა უნდა, ფოტოგრაფი სრულიად ჩართულია ამ პროცესში, ეხმარება ყველაფერში ჩემს მომხმარებელს და ესეც კონკრეტულ თანხას იხდის ამ შემთხვევაშიც ჩემი მომხმარებელი და აქედან ამ სამი პაკეტიდან რომელი პაკეტიც უნდა რომ გამოიყენოს იმ შეთავაზებას აირჩევს. ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაცია არის ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ახალი ადამიანების გაცნობა ძალიან მიყვარს. ფოტოგრაფიას რაც შეეხება ბავშვობიდან რაღაცნაირად თუნდაც ტელეფონით ძალიან კარგ კადრებს ვიღებდი და ჩემს მეგობრებს სულ ჩემი გადაღებული ფოტოები მოსწონდათ და აქედან წამოვიდა ეს რომ რაღაც კარგად გამომდის ეს ფოტოების გადაღება. მე თვითონ უბრალოდ ვიდეოებს ვიღებდი, ჩემით ვიღებდი ტელეფონით ფოტოებს. კოვიდის პერიოდში მახსოვს რომ ზესტაფონში ვიყავე მაშინაც და ჩემს ეზოში ვიღებდი ფოტოებს და ყველა მეუბნებოდა რომ ვინ გადაიღო ეს ფოტოები და მე ყველას მეუბნებოდი რომ მე გადავიღე ეს ფოტოები ჩემით. აქედან წამოვიდა ფოტოების გადაღების სიყვარული და რაღაც ის ფიქრი, რომ აი რაღაცა კარგად გამომდის. და რაც შეეხება უბრალოდ ფოტოს გადაღება სხვისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ
კონკრეტულ მოგონებას ინახავს ეს ფოტო, კონკრეტულ ემოციას ინახავს, რომელიც ძალიან დიდ ხანს გაგვყვება ადამიანს და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს. ყველა ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა ვიღაცას რაღაცა ფიზიკური პრობლემა აქვს თუ ფინანსური თუ არ ვიცი რაღაცა პრობლემა ყველა ადამიანს აქვს განსაცდელი ცხოვრების ხო ყველა ადამიანი მაინც რაღაც ტკივილთან ერთად ცხოვრობს ამას ვერ გააკრობ ძალიანაც რომ გინდოდეს ვერ გააკრობ როც სწავლობ ამ რაღაც შენს განსაცდელთან შენს ტკივილთან ერთად ცხოვრებას და მაინც ფიქრობ რომ მაინც გამოგივიდა ის რაღაც რაც გინდოდა რომ გაბუსლო პეთი აკლია ჩვენს საზოგადოებას რაღაც კონკრეტული ან ვიღაც კონკრეტული ადამიანის მიმღებლობა აკლიათ მაინც ასე თუ ისე კი ვიბრძვით ჩვენ რომ ეს განსხვავებული ადამიანები ხარმიდა ხაზგასმით თქვა მაგრამ ზოგადად ვიბრძვით ხო რაღაცისთვის სულ მაგრამ თითქოს რაღაც გამოდის მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში გამოდის ხოლმე მე რომ არ არის ეს მაინც მიმღებლობა და მაინც ეცემი რაღაც მომენტში მაგრამ მე ეს შინაგანი დამოკიდებულება შენი ხედვა ფსიქოლოგიური გაძლევს მე რაღაც ძალას რომ ისე ვადგე და გაგრძელო და მიმღებლობა ზოგადად ხარდაჭერა ანუ კონკრეტული ადამიანის მიმართ რაღაც გამოვა ეს მნიშვნელოვანი არის ჩემთვის მაგალითად თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მთავარი რეგიონული ჰაბია, რომელიც ამიერკავკასიის ქვეყნებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილთან აკავშირებს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად იზრდება როგორც მგზავრთა ნაკადი, ასევე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა, რის გამოც აეროპორტის სტრატეგიული მნიშვნელობაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია რეგიონში. თბილისის აეროპორტიდან ყოველდღიურად სრულდება როგორც რეგულარული, ისე ჩარტერული რეისები. 2025 წელი საქართველოს ავიაციისთვის უპრეცედენტოდ წარმატებული იყო. სამივე საერთაშორისო აეროპორტი ჯამურად 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 14%-იანი ზრდაა, ხოლო რეისების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა. დღეს უკვე 85 ავიაკომპანია ოპერირებს 125 მიმართულებით. ეს შედეგი პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრ პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ავიაციო სექტორის განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დაკავშირებადობის გაძლიერებას. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყველა ძირითადი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო 5 წელში მგზავრთნაკადი გაორმაგდა, რაც მიუთითებს, რომ არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობს. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 5.400.000 მგზავრს მოემსახურა, რაც ისტორიული მაქსიმუმია საქართველოში თბილისის აეროპორტისთვის. ქვეყნის მზარდ დაკავშირებადობას ადასტურებს ტურიზმის რეკორდული მაჩვენებელიც. ამ ფონზე ვაზიანის ახალი აეროპორტის ამოქმედებამდე სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი გახდა არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება. სწორედ ამიტომ მთავრობამ TAV Georgiasთან ერთად, რომელიც ფრანგული სახელმწიფო კომპანიის Group ADP-ის წევრია, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. TAV Georgia უკვე 20 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოში და 230 მილიონ დოლარზე მეტი აქვს ინვესტირებული. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება არის საჯარო და კერძო ინტერესების წარმატებული სინერგიის მაგალითი და ეს ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის როგორც რეგიონული ჰაბის პოზიციონირებისთვის და უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია საქართველოს საავიაციო ინდუსტრიაში. პროექტის ფარგლებში ტერმინალი დაახლოებით 50%-ით გაიზრდება, როგორც გამგზავრების, ისე ჩამოფრენის ზონებში. შედეგად გამტარუნარიანობა გაორმაგდება და მგზავრთნაკადი 10 მილიონს გადააჭარბებს. გაიზრდება სადგომები, საპარკინგე სივრცე, დაემატება კომერციული ობიექტები, საბავშვო ზონები და სხვა სერვისები. ასევე გაძლიერდება მარკეტინგული მხარდაჭერა ახალი ავიაკომპანიების მოსაზიდად. ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამჯერ გაიზრდება სახელმწიფოს წლიური შემოსავალი. უნდა ითქვას, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ ოპერაციული შესაძლებლობებს გაზრდის, არამედ ხელშეუწყობს როგორც დასაქმებას, ასევე ეკონომიკურ ზრდას და ქვეყნის განვითარებას.